რატომ გვცვივა თმა? მათმა დეფიციტმა შეიძლება ჯანმრთელი თმა ვერ გაზარდოს, თავის კანის სიმშრალეს და ცხიმიანობას ზოგადად რა განსაზღვრავს? ქერტლი შეიძლება ქონდეს პაციენტს, ეს ხშირად ერევათ ხოლმე, როგორც თქვენ თქვით, მშრალ კანში. პერიმენოპაუზის და მენოპაუზის კი დროს? ბატონო, ყოველდღიურობაში ეს არის ძალიან ზედმეტი. უფრო მეტი ცხიმის გამოიმუშავებ? ჩვენა სხვადასხვა ადგილიდან იწყება. ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა, არ გჭირდება ყოველდღიური ნიღბები, არ გჭირდება ყოველდღიური სკრაბები, რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავიბანოთ სკალპი? თუნდაც აი შეღებვის დროს ამიაკიანი საღებავი რას აკეთებს? მივადექი ამ კვლევებს, გავიკეთე რაღაც ანალიზები. ესეთი აგრესიული დავარცხნა, დავარქვათ, მოდით, არ არის სასურველი. სპეციალური სავარცხლები და სკალპის მასაჟორები. კერატინის და ბოტოქსის შორის განსხვავება არის, რომ ერთი ქალის ფასით მაქონდა. აი ზუსტად. უთქვან. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს და დღეს ვილაპარაკებთ იმაზე, რაზეც ქალები სულ საუბრობთ ხოლმე და არა მხოლოდ ქალები სხვათა შორის, როდესაც ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს რაღაცა ხრიკებს სილამაზის შესახებ, ან გარკვეულ ჩივილებს. დღეს გავიგებთ, რატომ გვცვივა თმა, რატომ შეიძლება თმის ხარისხი გაგვიუარესდეს და რა არის ის, რითიც შეგვიძლია ამ ყველაფერზე ვიზრუნოთ. აღარ გავაკეთებ დიდ შესავალს, იმიტომ რომ ბევრი საკითხია, თან ჩვენმა გამომწერებმა, ჩვენი პოდკასტის ერთგულმა არმიამ ძალიან ბევრი შეკითხვა მოგწერა, იმიტომ რომ ეს თემა, როგორც აღმოჩნდა, კვლავ ძალიან აქტუალურია და აი ამ შეკითხვებსაც, რომლებიც თქვენ მოგწერეთ და იმედია პოდკასტის მიმდინარეობის დროსაც დაგვიწერთ, დავსვამ ჩვენ სტუმართან ერთად. როგორც იცით, გვანცას პოდკასტის მეგობარი გახლავთ კომპანია დეკლარი და ვისაც მგრძნობიარე კანი გაქვთ, გეცოდინებათ ამ ბრენდის შესახებ, რომელიც შეიქმნა 70 წლის წინ შვეიცარიაში და უკვე დადასტურებულია კვლევებით, რომ ერთთვიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ დეკლარის პროდუქტების კანზე 70%-ით მცირდება მგრძნობელობა და ეს მგრძნობელობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. ცივი თუ ცხელი ამინდით, მზის ზემოქმედებით, რა თქმა უნდა, ხისტი წყლით და სხვადასხვა გარემო ფაქტორების ცვლილებით. ძალიან მიხარია, რომ დეკლარი ჩვენს გვერდით არის, იმიტომ რომ ამ ბრენდს ძალიან კარგი ფილოსოფია აქვს, რომელსაც მეც ვეთანხმები, რომ სილამაზე იწყება სწორედ იქ, საიდანაც კანი თავს კარგად გრძნობს და ამ ბრენდის მიხედვით ეს არის დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, კანის მოვლა საკუთარი თავის მიმართ, პატივისცემა და ზრუნვა, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის დეკლარის შესახებ, რომ ეს ბრენდი სწორედ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შექმნა ხაზი მგრძნობიარე კანისთვის. გვანცას პოდკასტის წარმდგენია სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic, რომელიც უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე გახლავთ ლიდერი და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატებით. საერთოდ სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ ყურადღებას აქცევენ ასეთი ტიპის პროდუქციის წარმოებას. ეს არის 100%-ით ნატურალური დანამატები, ბუნებიდან მოპოვებული ინგრედიენტებით და ფილოსოფია Beauty in and out, რომელიც გულისხმობს სილამაზეს შიგნიდან, არის სწორედ ამ ბრენდის მთავარი ხაზი და საქართველოში წარმოდგენილია უკვე New Nordic-ის ყველა ბესტსელერი პროდუქტი, რომელიც თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებთ ქალებს, არა მხოლოდ ქალებს. ეს გახლავთ Apple Cider წონის კორექციის ხელშეწყობისთვის, ეს გახლავთ სუკარინი ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად, Hair Volume, რომელიც ჯანსაღი ჯანმრთელი თმისთვის არის და თმის ზრდის ხელშეწყობისთვის გახლავთ და New Nordic-ის პროდუქცია შეგიძლიათ და New Nordic-ის პროდუქცია წარმოდგენილია GPC-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
თამარ დარჯანია, დერმატოლოგი გვეწვია დღეს და იმდენი კითხვა მაქვს, იმდენი. სხვათა შორის ამ კითხვებს მე თვითონაც ვიღებ ხოლმე პირადში. ძალიან ხშირად მეკითხებიან ჩემი თმის მოვლის შესახებ, თუ რას ვხმარობ, როგორ ვუვლი და ასე შემდეგ. მე არა მაქვს ესეთი რაღაცა ჯადოსნური რეცეპტები და მე თვითონ ახლაც ვდგავარ გარკვეული გამოწვევების წინაშე, რაზეც ასევე თქვენთანაც ვილაპარაკებ. მაგრამ აუცილებლად რა თქმა უნდა დავიწყოთ შეკითხვით. რატომ ვცვივა თმა? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მამაკაცებშიც, ქალებშიც და ალბათ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას აქვს ეს გამოცდილი, ეს იქნება მშობიარობის შემდეგ, ეს იქნება სეზონური, არ ვიცი, ეს იქნება გარკვეული მედიკამენტების მიღების შემდეგ თუ ასე შემდეგ. მოდით, აი რა არის თმის ცვენა ზოგადად ვთქვათ, რა ითვლება თმის ცვენად და მე შემდეგ ცალ-ცალკე მიზეზებს გავუყვეთ. მოგესალმებით თქვენსა და ნამდვილად საინტერესო თემაა და ძალიან აქტუალური. დღემდე ქალებიც და ხაზგასმით უნდა ვთქვა მამაკაცებიც ძალიან შეწუხებული არიან ამ პრობლემით, მით უმეტეს რომ ჩვენი ესე ვთქვათ კავკასიური რასა უფრო მეტად მოწყვლადია კი ანდროგენული, განსაკუთრებით ანდროგენული თმისცვენის მიმართ შესაბამისად ხშირია ეს პრობლემა მამაკაცებშიც. თმა დავიწყოთ ალბათ იქიდან რომ არის ჩვენი კანის დანამატი, ანუ ეს არის კანის ერთ-ერთი სტრუქტურა, ისევე როგორც არის ფრჩხილი, საოფლე ჯირკვლები და ცხიმოვანი ჯირკვლები და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ესთეტიკაში. დამეთანხმებით რომ ერთი ქალის ფასი თმა ქონდა აი ზუსტად კი და ლამაზი მოვლილი თმა ძალიან ესთეტიურია და მისაღებია. თმა გადის გარკვეულ ციკლებს, ზრდის ციკლებს და რა თქმა უნდა ის რაღაცა პერიოდის შემდეგ ცვივა. ანუ ესე ვთქვათ სამეტაპად რო დავყოთ თმის ზრდა არის ანაგენის ფაზა, რომლის პერიოდშიც აქტიურად იზრდება თმა და ეს არის ძალიან ინდივიდუალური, დაახლოებით 2 წლიდან 7 წლამდე ერთი თმის ფოლიკულში იზრდება. როგორ? 2-დან 7 წლამდე არის ეს ფაზა. ანუ ერთი თმის ფოლიკული შეიძლება 2 წლის მანძილზე იზრდებოდეს, ან 5 ან 7 წელს. აი იცით თქვენ ალბათ გინესის რეკორდებში რომ არის ესე ყველაზე გრძელთმიანი ადამიანები, რომლებიც არიან, მათ აქვთ ეს ფაზა ძალიან ხანგრძლივი. ანუ აი ეს 7 წელი, რასაც ვამბობ. ესე იგი ერთი თმის ფოლიკულს ჭირდება ეს ვადა დაახლოებით. კი, რომ გაიზარდოს. შემდეგ არის უკვე ესე ვთქვათ გარდამავალი ფაზა, კატაგენის ფაზა, როდესაც თმა ესე ვთქვათ გადადის ცვენის ფაზაში. ცვენის ფაზა არის ტელოგენის, შესაბამისად გრძელდება დაახლოებით 3-დან 4 თვემდე. ანუ ერთი თმის ფოლიკული იმისთვის რომ მოემზადოს, რომ ჩამოვარდეს, ჭირდება 3-4 თვე. და აი ერთ კონკრეტულ მომენტში ჩვენი თმების დაახლოებით 80-85% არის ზრდის ფაზაში. უფრო ნაკლები 15% საშუალოდ. ერთმანეთს რაღაც რაოდენობა ფოლიკულებიდან იზრდება და უფრო ნაკლები რაოდენობიდან ცვივა. და ამიტომ ამბობთ რომ დღეში სადღაც 50-დან 100 ღერი თმამდე თუ ჩამოვარდა, ეს არის ძალიან ნორმალური. დღეში 50-დან 100 ღერი. 100 ღერამდე კი. შეიძლება ეს იყოს დაბანის პერიოდში, დღის განმავლობაში, ამიტომ ეს ძალიან ნორმალური ფაზაა და ესე ვთქვათ ფიზიოლოგია თმის. მაგრამ ხო ამბობენ რომ არსებობს რაღაც სეზონურად უფრო მეტი შეიძლება გქციოდეს. ხშირად არის ამბობენ რომ შემოდგომაა ეს სეზონი. შემოდგომა და გაზაფხული, ზაფხულში სხვათა შორის უფრო ხშირდება თმა და ესე ვთქვათ იმიტომ რომ არის უფრო სითბო და ეს სითბო ხელს უწყობს ჩვენს სკალპის სისხლმომარაგებას, ანუ აძლიერებს მეტად თმის ესე ვთქვათ სისხლის მიმოქცევას თმის ფოლიკულებში და უფრო სწრაფად იზრდება ღერი. შესაბამისად უკვე მოგვიანებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უკვე ეს ტემპერატურის გამო ვიწროვდება უკვე სისხლძარღვები და შესაბამისად მოსდევს ამას თმის ცვენის ეპიზოდი, რაც ასევე ფიზიოლოგიურია და ბუნებრივია. და აი რამდენჯერ მეტი უნდა ცვიოდეს, რომ თქვათ ისიც ნორმად ჩაითვალოს. თქო, აი შემოდგომაზე და გაზაფხულზე რასაც თქვენ ამბობთ. ის არის ხოლმე ძირითადად ერთჯერადი. ანუ ეს დაცვივდება თმა და შემდეგ ისე ვიწყებს ამოსვლას. ამიტომ სკალპზე რო დააკვირდეთ, ყოველთვის გვაქვს ეს პატარა ღერები, ხო? ბეიბი თმები. რაც ხო, ნუ სეზონურობასთან არის კავშირში. რასაც ქალები ხშირად იმედით შეჰყურებენ. იმედით შეჰყურებენ, კი. განსაკუთრებით გარკვეულ ასაკში. რადგან სეზონურობაზე ვისაუბრეთ, კიდევ ამბობენ და სხვა მე
მაქვს მაგის გამოცდილება, რომ კვლევებს მივადექი, აი სწორედ თმის ცვენის გამო. საერთოდ მე სულ ვამბობ, რომ კარგი თმა მქონდა და იმდენჯერ მკითხეს, რომ რა კარგი თმა გვრითი ურაკაგე. თვალი მეც ანკარად. და ნუ დამეწყო საშინელი ცვენა და მივადექი ამ კვლევებს, გავიკეთე რაღაც ანალიზები და აღმოჩნდა, რომ აი მაგალითად D ვიტამინის და კიდე რაღაცა ნივთიერებების ნაკლებობა მქონდა და ერთი შეღებთ, რა ვიცი, გავიარე ეს კურსი და თითქოს შემიჩერდა ეს თმის ცვენა, როგორც მე ვაკვირდები. ამ შეიძლება რომ გარკვეული მინერალების ან ვიტამინების ნაკლებობით იყოს გამოწვეული და აი რა არის კონკრეტულად. რა თქმა უნდა, თმის ცვენა და როგორც ვთქვით, ზრდა არის კომპლექსური მექანიზმი, ამიტომ მის საშენ, ესე ვთქვათ, მასალას და ძირითადად ეს არის შემცველობა თმის კერატინი, ანუ ცილოვანი წარმონაქმნია და კერატინის ორი ფორმა, რბილი და მაგარი კერატინი, ანუ მყარი შედის უფრო ფრჩხილების და თმის შემადგენლობაში და რბილი კერატინი შედის კანის შემადგენლობაში და ამას გამოიმუშავებს კერატინს ჩვენი კერატინოციტები, ანუ კანში არსებული უჯრედები. შესაბამისად, ამ ცილოვან სტრუქტურას ჭირდება რაღაცა საშენი მასალა და მათ შორის არის თუნდაც D ვიტამინი, B ბიოტინი, ხსმენიათ, L-ცისტეინი, ანუ სხვა ნივთიერებები, თუთიაც თუნდაც სპილენძი, ანუ ესე რომ ვთქვათ, მათმა დეფიციტმა შეიძლება ჯანმრთელი თმა ვერ გაზარდოს, ერთი, ან კიდევ გამოიწვიოს თმის ცვენა. და ყველაზე ხშირად აი მინერალებიდან და ვიტამინებიდან, უბრალოდ ეს ნივთიერებებიდან დეფიციტში ხშირად გვხვდება ხოლმე D ვიტამინიც და მათ შორის რკინაც, ფერიტინიც. ხო, ანუ პირველ რიგში ალბათ თუ რაღაც მიზეს დეფიციტურ, მიზეს ესე ვთქვათ, გვინდა რომ გამოვიკვლიოთ, ალბათ პირველი ეს ორი უნდა განსვასყროთ. შემდეგ უკვე თუთია, ვიტამინი და ასე შემდეგ. სხვა შორის თუ გაინტერესებთ აი ეს ყველა ნივთიერება და კომპონენტი სად არის გაერთიანებული და ერთი აბით როგორ შეგიძლიათ შევისვათ, დაგველოდეთ ბოლომდე და გვიყურეთ. ეხლა მინდა შევეხო ჰორმონალურ თმის ცვენას ეგრეთ წოდებულს. ალბათ ეს ამ ჰორმონალურ თმის ცვენაში ერთიანდება აი ეს მშობიარობის შემდგომიც თუ არა და რას გულისხმობს, რომ ალბათ ჰორმონალური დისბალანსია და ამიტომ აი ძალიან ხშირად ქალებს აი ამ ადგილას პრაქტიკულად სიმელოტე ეპარებათ. ჰორმონები ძირითადად ორი ჯგუფად რო გავყოთ, არის მამაკაცის ჰორმონები, ტესტოსტერონი და ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიჰიდროტესტოსტერონი, რომელიც ტესტოსტერონიდან წარმოიქმნება და ქალებსაც ეს გვაქვს შედარებით დაბალ ესე ვთქვათ დონეზე, რა თქმა უნდა, ვიდრე მამაკაცებს. და მეორე ჰორმონი არის ეს ესტროგენები. ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა სისხლში იწვევს მამაკაცებშიც და ქალებშიც ასევე იწვევს თმის მინიატურიზაციას, ფოლიკულის მინიატურიზაციას, ანუ დავიწროვებას და შესაბამისად თმა ცვივა, ანუ თავიდან ვიწროვდება და შემდეგ უკვე ცვივა, ატროფირდება ფოლიკული. და ამ დროს დავასრულებ ბოდიში იწვევს ეს ძირითადად ანდროგენულ თმის ცვენას. და ქალების შემთხვევაშიც შესაძლოა ეს ანდროგენული თმის ცვენა განვითარდეს, თუმცა უფრო სხვადასხვა ლოკალიზაციაზეა ხოლმე ეს ცვენა სხვადასხვა ადგილიდან იწყება. მამაკაცებში უფრო შუბლის მიდამო არის და ქალებში უფრო თხემის მიდამო. ასევე ესტროგენებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ზოგადად თმის პირიქით გამსხვილებაში და ზრდაში, ამიტომ მათი დეფიციტიც თავისთავად ქალის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწვევს თმის ცვენას. ანუ პერიმენოპაუზის და მენოპაუზის დროს. კი ბატონო. აი ორსულობაც რაც ახსენეთ, ორსულობის დროს ესტროგენები უფრო ჭარბად არის, შესაბამისად ალბათ შეგიმჩნევეთ, რომ უფრო თმა კანი პრიალებს და მე რომ უფრო, ხო. და ესეც ფიზიოლოგიური მოვლენა, როდესაც მშობიარობიდან დაახლოებით 3-4 თვეში საშუალოდ იწყება უკვე ცვენა, ანუ რაც გაიზარდა, ის ფაზა ანაგენის ზრდის ფაზა იყო გახანგრძლივებული და ჩვენ ნაკლებად გვცვიოდა თმა, შესაბამისად მე ეს პროცესი, ანუ ესტროგენები თავის ნორმალურ დონეზე დადის და შესაბამისად ცვივა თმა. და უეჭველი დახმარება ჭირდება მშობიარობის მერე, ამბობენ რომ რაღაც აი უნდა მიიღო ეს არა, იმიტომ რომ ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ზოგადად ორსულობა ქალისთვის არის ფიზიოლოგია, შესაბამისად ესე განსაკუთრებულ დახმარებას არ საჭიროებს და აუცილებელ მკურნალობას. ანუ დაელოდეთ და თმა
ამოვა მშობლების შემდეგ, ესე იგი ეს ბუნებრივი ციკლი, ასე ვთქვათ, თავისით დარეგულირდება. თავისით აღდგება მენოპაუზის ესტროგენის, იცი რა მინდოდა მეკითხა, თქვენ აღნიშნეთ ეს მამაკაცური ჰორმონები ეგრეთ წოდებული რომ ყველამ გაიგოს. ხშირად ვსვენია რომ პირიქით ეს რაღაც ჭარბთმიანობის გამომწვევიც არის ხოლმე ქალებში კი. და ეს სხვადასხვა რამე არის. სხვადასხვა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რეცეპტორები ჰორმონების მიმართ და აი მამაკაცების შემთხვევაში მაგალითად ეს რეცეპტორები ძირითადად გადმოეცემა გენეტიკური გზით, ანუ ეს ანდროგენული თმისცვენა და უფრო ხშირად ლოკალიზებულია თავისთმიანი არის სკალპის წინა ნაწილში, საფეთქლების და შუბლის მიდამოში. შესაბამისად და ნაკლებად კეფის მიდამოში არის ლოკალიზებული და ნაკლებად მგრძნობიარია ამ ტესტოსტერონის მიმართ, დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ. შესაბამისად, როდესაც თუნდაც ნორმალური დონე იყოს ამ ჰორმონების, ეს რეცეპტორები გაცილებით უფრო მგრძნობიარეა, იმიტომ რომ ესეც მგრძნობელობაც გენეტიკურად გადმოგვეცემა ჩვენ, შესაბამისად, მაინც ყველა შემთხვევაში ვითარდება ანდროგენული თმისცვენა. ანუ თუნდაც ნორმაში იყოს, ეს ჰორმონები შეიძლება რომ განვითარდეს. ამიტომ გარკვეულწილად ცოტა აქ უსუსურები ვართ ხოლმე ექიმები. როგორც წესი მამაკაცებში ესეა, რომ შეხედა მამას, კი. მიხვდები როგორ განვითარდება მისი თმისცვენის ამბავი და ეს რაღაც მეტნაკლებად მაინც გარდაუვალი მომენტია, ხო? ერთადერთი ვცდილობთ, რომ უფრო დიდხანს შევინარჩუნოთ თმის ფოლიკული, რომ არ ატროფირდეს და ჩვენი მკურნალობაც მიზანმიმართულია მაგისკენ, რომ თმა შედარებით რომ გავამსხვილოთ და ესე ვთქვათ, დიდხანს გქონდეს. ახლა მიმოვიხილოთ ის ფაქტორები, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენ თვითონ ვაყენებთ ჩვენს კანს და თავს, ხო? აი ეს სტრესი, რასაც ჩვენი თმა, სკალპი და კანი გადის. აი მაგალითად ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა, რომ ახალხანს გადმოვედიო საცხოვრებლად გერმანიაშიო და აი ვერაფრით ვეღარ მშველიო თმის ცვენასო რა. მოდით მაშინ წყალი განვიხილოთ ამ შემთხვევაში და აი ესეთი ტიპის სტრეს ფაქტორები. ზოგადად სტრესული გარემო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაფერზე აისახება და აისახება იმაზე, რაც გარეთ გვაქვს, ხო? ანუ კანი პირველი ორგანოა, რომელიც ამ სტრესს იღებს. გარდა ამისა, აი რა მაგალითიც თქვენ ახსენეთ, სტრესი შეიძლება მოდიოდეს შინაგანად და ეს სტრესი თუნდაც ის რომ ცვლილება საცხოვრებელი ადგილის იყოს თუნდაც თმისცვენის მიზეზი, იმიტომ რომ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება იმოქმედოს კორტიზოლის დონეზე, ეს არის სტრესის ჰორმონი, რომელიც თუ გარკვეულწილად მოიმატებს ხშირი და ესეთი ძლიერი სტრესის შედეგად, შეიძლება ამან შეიყვანოს თმის ფოლიკული უკვე ცვენის ფაზაში. ამიტომ, ხო, კონკრეტულ მაგალითზე ესე რო განვაზოგადოთ, ესე რომ ვთქვა და ამ კონკრეტულ მაგალითზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ პაციენტთან ხო იმდენად ბევრი კითხვა, რასაც ჩვენ ვუსვამთ ხოლმე პაციენტს კონსულტაციის დროს, რომ ზუსტად იმისეს მივაკვლიოთ, რადგან პაციენტი აქ არ ყავს. ამიტომ სტრესი შეიძლება იყოს კი ერთი შინაგანი, რაც თქვით და მეორე გარემო ფაქტორები, უფრო კლიმატი. მაგალითად, როდესაც არის მშრალი ჰავა და ცივი გარემო და გერმანია ზოგადად ცივი ქვეყანა, შეიძლება ისევ თავიდან რაც დავიწყეთ, რაზეც საუბარი, რომ თუნდაც იმიტომ, რომ სისხლის მიმოქცევა სკალპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სისხლძარღვები ვიწროვდება სიცივეში, შესაძლებელია ეს იყოს უფრო გამომწვევი მიზეზი კლიმატის კუთხით. სხვა ესეთ წყალთან ვერ დავაკავშირებ ნამდვილად, იმიტომ რომ წყალი უბრალოდ ხაი რაღაც ჩამობანის საშუალება არის და არა ეს ხო, მაგრამ აი ხისტი წყალი ამბობენ, აი სულ ჩვენც აღვნიშნავთ, ხო, სხვაგან რომ მივდივართ, სულ ვაბრალებთ, რომ აი რაღაცა სხვანაირი წყალია და კანი გამოგვიშრა და თმა შეიძლება გამოაშროს. დაგვიდგა. კი, ხარისხზე შეიძლება იმოქმედოს, თუმცა ცვენაზე ნაკლებად. ანუ მაინც გარეგანი მოვლის საშუალებებით დაარეგულიროს ეს პრობლემა. აი მეც სულ მაქვს ეს კითხვა. და ესეც ძალიან ბევრმა ჩვენმა გამომწერმა მოგწერა, რომ აი კანი მშრალი მაქვს, მაგრამ ცხიმის გამოყოფა მაინც ძალიან ესე ვთქვათ აქტიურია. ანუ თავის კანის სიმშრალეს და ცხიმიანობას ზოგადად რა განსაზღვრავს. და ის რომ მაგალითად ადამიანს ან ქერტლი აქვს,
რაღაცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეგონა რომ ეს ქერტლი სიმშრალისგან იყო და შეიძლება თურმე პირიქით არის? ზოგადად ცხიმიანობას განსაზღვრავს ეს ჰორმონები და ეს გენეტიკურად ჩვენ ცხიმიანი კანი გვაქვს სკალპზე თუ სახეზე, ესეც გენეტიკურად გადმოგვეცემა. ერთნაირი არ გვაქვს თავზე და სახეზე? უფრო ხშირად კი. თმა სახის ზონაზეც ანალოგიურად ის რეცეპტორები რაც ვახსენეთ ჰორმონების მიმართ თითქმის იგივე რაოდენობით არის განლაგებული როგორც სკალპზე და განსაკუთრებით სახის ტეზონაში შუა მესამეში ცენტრალურ ნაწილში თითქოს კი. ამიტომ თუ ვისაუბრებთ იმაზე რომ პირობითად ქერტლი შეიძლება კონდეს პაციენტს ეს ხშირად ერევათ ხოლმე როგორც თქვენ თქვით მშრალ კანში. ამიტომ არსებობს ესეთი სებორეული დერმატიტი, ესეთი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხიმიანობა და ქერტლიც ამ შემთხვევაში არის ხოლმე მოყვითალო ფერის და არ არის მშრალი, პირიქით ცხიმიანია. და მას შეიძლება ახდეს ქავილიდან, სკალპის ანთება, ანუ სიწითლე, გაღიზიანებადობა და ეს ხშირად ერევათ ხოლმე პაციენტებს. ანუ ქერტლი, მშრალი ქერტლიც კი შეიძლება იყოს და აქ უფრო გამომშრალი კანის პრობლემა და დაჭიმულობას გრძნობენ, სებორეული დერმატიტის შემთხვევაში და ცხიმიანი სკალპის შემთხვევაში დაჭიმულობა ნაკლებად აქვს. ანუ თუნდაც ის შამპუნები, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში მოვიხმართ, ამის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. არსებობს მშრალი, სენსიტიური სკალპის შამპუნები და არსებობს ცხიმიანობის მარეგულირებელი და არა გამომშრობი. ესეც მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ხშირად გონიათ, რომ ესეთი შამპუნების გამოყენება, რომელიც ცხიმიან ესე ვთქვათ, სკალპისთვის არის განკუთვნილი, ის ცხიმს აშორებს უბრალოდ. არა, მათი თანამედროვე შამპუნებს გულისხმობ, რა თქმა უნდა და ბოლო დროს რაც გვაქვს საფთიაქო ქსელში, ესენი არის მიმართული ცხიმის დარეგულირებაზე. ამიტომ ესეთი მიმართულებით უნდა წავიდეთ, რომ შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ თქვენ თვითონ ვერ არჩევთ, ამისთვის არსებობს დერმატოლოგი მშრალია სკალპი თუ ცხიმიანი და შესაბამისად დაგეხმარებათ, მაგრამ რთულია მაგის გარჩევა, იმიტომ რომ ის რომ თქვათ და ბევრისთვის ასეა, რომ ის რომ ეს დაჭიმულობის შეგრძნება არის, ყველას გონია, რომ ესე იგი გამომშრალი მაქვს. უფრო ხშირად კი. და თუ არა მაქვს დაჭიმულობა, ესე იგი მე ცხიმიანი კანი მაქვს და აი ის რომ თქვათ მშრალი შეიძლება იყოს ან დერმატიტისგან თავის კანი, ან რაღაცა სხვა მიზეზებით, უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს, სახეზეც ხო ამბობენ, რომ აი რა თქვა თუ არ ხმარობ შესაბამის საშუალებას, ეს ცხიმის გამოყოფა უფრო მეტი ხდება. კანზე. თუ პირობითად დასაბანი საშუალება გვაქვს ისეთი, რომელიც ამ ცხიმს მარტივად არ აშორებს და ანუ არ არეგულირებს ამ ცხიმიანობას, შესაბამისად კი ალბათ უფრო ანუ არასწორად დასაბანმა საშუალებებმა შამპუნმა შეიძლება კი გამოიწვიოს ეგ რომ რაღაცა ჭარბი ცხიმი ვერ შორდება სათანადოდ და მუდმივად გაქვთ ეს რაღაცა ცხიმიანი სკალპი. რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავიბანოთ სკალპი? გამომდინარეა როგორი კანი გვაქვს სკალპის. კანი თუ მშრალია შეიძლება მე მშურს ესეთი ადამიანების, იმიტომ რომ მე ყოველდღე ვიბან. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჭირდებათ დაბანა. ცხიმიანთმას უფრო ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს და ესეც ნორმალურია, რომ დაიბანოთ ყოველდღე თმა თუ ცხიმიანი გაქვთ. მითი რომ აი ესე იგი რაღაც შეაჩვიე შენით, მაგრამ ყოველდღე რო იბან, მაგიტომაც გიცხიმიანდება. მითია ეგ? ხო, ალბათ უფრო კი. მითია ესე იგი. და ძალიან ინდივიდუალურია ეს თმის დაბანის ამბავიც. იცით რა მაინტერესებს პროცედურები? თქვათ, რომელიც დღეს ძალიან მრავლად არის და თუნდაც აი ამ დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და აი ამ ცხიმიანობისთვის. ასევე გვწერდა ჩვენი ერთი მამაკაცი გამომწერი, რომ აი ფოლიკულიტი და ეს ცხიმიანობა არის ძალიან დიდი პრობლემა და როგორ გვარდება ეს? ფოლიკულიტი არის თმის ძირების ბაქტერიული ინფექციური დაავადება, შესაბამისად ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი ხოლმე რატომაც ჩდება ფოლიკულიტი არის ცხიმიანი გარემო. ანუ ვისაც აქვს ცხიმიანი სკალპი და არიბანს შესაბამისად ყოველდღე ან ეს ცხიმი გროვდება ესე რომ ვთქვათ, ხელსაყრელი გარემო ექმნება ბაქტერიას. შესაბამისად იწყებს გამრავლებას და ესე ვთქვათ ფოლიკულების ანთებას. ამ
შემთხვევაში პირველ რიგში სასურველია რომ დავარეგულიროთ ეს ცხიმის გამოყოფა, რა თქმა უნდა და აქ მკურნალობა ჭირდება, თუნდაც ანტიბიოტიკოთერაპია. და ეს ხანდახან არის ხოლმე ქრონიკული პროცესი, ქრონიკული ფოლიკულიტები, რასაც იშვიათად, მაგრამ მაინც ხანდახან მივყავართ დანაწიბურებისკენ, ანუ თმის ფოლიკული იმდენად ზიანდება, რომ შეუქცევადი პროცესია და იქიდან უკვე თმა აღარ იზრდება, ხო? და უკვე დაზიანებულია. მოდი დაუბრუნდეთ თმის და თავის კანის ფიზიკური დაზიანების მომენტებსაც, იმიტომ რომ დავარცხნა, სხვათა შორის ცხელი წყალი ძალიან მაინტერესებს, როგორ გავლენას ახდენს იმაზე, რა ქვია, თვითონ თმაზე და სკალპზე და ზოგადად ცველი დავარცხნა და შემდეგ უკვე თერმული, ასე ვთქვათ, დაზიანება თმის საშრობებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ როგორც აღნიშნეთ, თმა არის ცილოვანი სტრუქტურა, მასზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება გავლენას ახდენს იმ კუთხით, რომ შლის ამ ცილას, ესე რომ ვთქვათ, და თმა ხდება უფრო მეტად მტვრევადი. და როგორ მიყვარს ცხელი წყლით აფანა, მაგრამ ველევი ნელ-ნელა, იმიტომ რომ ხვდები, რომ აზიანისთვის არის სასურველი, აი ესეთი საუნის ოთახს ქმნიან ხოლმე, ზოგს ისე უყვარს, ესე ურთქლი. ამიტომ ცხელი წყალი ცხელზე თუ საუბრობთ, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი, აი 37 გრადუსი, 38 გრადუსი ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურის, რომელიც იქნება უფრო ესეთი ადვილად შეგუებადი ჩვენი კანისთვის. ასევე ცივი ტემპერატურაც არ არის სასურველი, რადგან ანალოგიურად სისხლძარღვები ვიწროვდება და კვება უწყდება თმას, ხო, ესეც რამდენჯერმე აღვნიშნეთ. რაც შეეხება თვითონ როგორ მოვუაროთ ნორმალურ პირობებში ყოველდღიურად თმას არის უმარტივესი. ანუ არ გვჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, რომ იმისთვის რომ თმა გქონდეს ჯანმრთელი და ესე ვთქვათ ბუნებრივი შესახედაობის ხო ბზინვარი. ერთი ის რომ დავარცხნას რაც შეეხება სასურველია რომ მშრალი თმა დაივარცხნოთ და რა თქმა უნდა ნელა დავიწყებთ დავარცხნას თმის ბოლოებიდან და არა ზემოდან. ანუ ნელ-ნელა ქვემოდან ზემოთ მივყვებით რომ ნელ-ნელა გავაცალკეოთ ეს თმები, ხო? შემდეგ უკვე აბაზანის პირობები ვთქვით ტემპერატურა, იმ საშუალებებს, რასაც მოიხმართ შამპუნს, ხო? აუცილებელია რომ ძალიან რბილად შეიზილოთ თმაზე, წყლებით არ მოვიგლიჯოთ, არ გავაღიზიანოთ. კანი ძალიან ჭკვიანი ორგანოა და მას აქვს ის რაღაცა შრეები, რაც მისი ფიზიოლოგიისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მან შეინარჩუნოს ეს, ესე ვთქვათ, გარემოსთან ადეკვატური ჰომეოსტაზი. ამიტომ მას, როდესაც ვაცლით მექანიკურად ფრჩხილებით ამ დამცავ ბარიერს და შრეს, მერე უკვე შესაბამისად ხდება ძალიან გრძნობიარე გარემოს მიმართ. ამიტომ ფრჩხილებით არ ვიზიანებთ, თითების ბალიშებით უბრალოდ შევიზილოთ სადღაც 30-60 წამის განმავლობაში ეს დასაბანი საშუალება და ასევე ჩამოვიბანოთ. დიდხანს დატოვებაც თუ ეს არ არის სამკურნალო რაღაცა შამპუნი, რომელიც გვინდა რომ კანში შეიწოვოს, მაშინ არ არის რეკომენდებული რომ დავიტოვოთ დიდხანს კი. აი თმის ცვენის რაღაც შამპუნებს მეც რო ხმარობ ხოლმე 1-2-3 წუთი ვიტოვებ. 2 წუთი ნორმალურია. თუმცა თუ ესეთ შამპუნებში შედის მაგალითად სულფატები ან რაღაცა გამაღიზიანებელი ნივთიერებები, სასურველია რომ არ გავაჩეროთ. ეხლა გამახსენა ეს TikTok ტრენდი და ეს ვიდეოები, რომ ეს პატარა გოგოები და ბიჭები სხვათა შორის, ნუ რამხელა პროცედურა არის მათთვის ეს თმის მოვლა. არსებობს რაღაცა სპეციალური სავარცხლები და სკალპის მასაჟორები, რომელთაც იტანენ ამ პროდუქტებს და მოკლედ მთელი რუტინა არის ამ თმის მოვლის და თითქოს რომ ეს უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, დამასაჟება და რაღაცნაირად ამ სისხლის მიმოქცევის გააქტიურება ხელით. ეს რამდენად ყოველდღიურობაში ეს არის ძალიან ზედმეტი. არ ჭირდება კანს, ანუ კანი ადაპტირდება იმასთან, როგორც ექცევით მას. შესაბამისად, ზედმეტი მოვლა, თუნდაც სახის კრემებით და ეს 10-ფენიანი და 10 ეტაპობრივი მოვლა პირიქით ხანდახან დამაზიანებელია და მისთვის არაბუნებრივია. ამიტომ მით უმეტეს პატარებში, როდესაც 13-14, ანუ არ აქვთ მასის პრობლემა, არც თმას იღებავენ, არც თმა მათი თმა არ არის მტვრევადი, მსხრევადი, ესეთი უსიცოცხლო. ამიტომ ჩემი აზრით ეს რაღაცა ტრენდები ცოტა უკვე
კონტროლს გაცდა ესე რა ვთქვა და ძალიან ჭარბად არის პრობლემები იქნება რეალურად აქედან განსაკუთრებით სახის მოვლაში ძალიან ბევრი პაციენტია რომელმაც დაიმართა აკნე იმიტომ რომ ხმარობდა არაშესაბამის მისი კანისთვის არაშესაბამის პროდუქტებს ამიტომ და თმის შეჭრა მთვარის ფაზების მიხედვით აი მართლა ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი ამთხოვს და ირწმუნებიან რომ აი როცა იჭრის სრულ მთვარეობაზე თუ არ ვიცი შეიძლება არასწორად ვამბობ უფრო სწრაფად ეზრდება აი მითხარით და აქ მე სამედიცინო მტკიცებულებები არ მაქვს შესაბამისად აი არასდროს არ დაგაინტერესოთ რომ გეცადოთ თქვენთან არის ფაზების მიხედვით უფრო სწრაფად გაგეზრდება და თუ არა თმა დადღირს და თმის ხშირი შეჭრა თმას უფრო მალე ზრდის? არა, არ ზრდის უფრო მალე. სხვათა შორის აქაც ერთი მითია, რომ ხელზეა დამოკიდებული ვინ შეგჭრის თმას, ანუ იმან თუ შეგჭრა შეიძლება უფრო სწრაფად გაგეზარდოს. ხო ეს რაღაც ალბათ არ ვიცი, ცოტა ცრუწმენებია. არ არის ეგ მართალი? რაღაცნაირად აი ლოგიკაში გვინდა რომ ჩავსეყო, იმდენად გვინდა რომ სწრაფად გაგვეზარდოს. რომ ყველა ხერხს მიმართავთ. ალბათ ეს ბოლოების გაჯანსაღება არის რეალურად თმის შეჭრის მიზანი არის ის რომ რა თქმა უნდა ვიზუალი შევიცვალოთ, მაგრამ საჭიროებაც არის რომ ეს ბოლოები ზუსტად გავაჯანსაღოთ და დაყოფილი ბოლოები ესე თქვა მეკონა, აი ძალიან გრძელი თმა რომ აქვთ. როგორც წესი ის ბოლოებში აუცილებლად რაღაც უსიცოცხლოდ და ისე გამოიყურება და სულ მაქვს ეს შეგრძნება რომ აი ვეღარ ყვებავს ეს ფოლიკულები და აღარ ყოფნის იმ თმას ამიტომ სულ მაქვს რომ მივიდე და მოვაჭრა ის ადგილები ვისაც ასე არ არის რომ ვეღარ ყვებავს აი ვეღარ ყვებავს ძალიან გრძელ თმას თუმცა ესეთი ადამიანები ვისაც უყვარს გრძელი თმა იმ მართლა იმ ყველა პროცედურებს იკეთებენ იმისთვის რომ შეინარჩუნონ აი ბოლომდე თმის ბოლო დაბოლოებამდე ეს სიბზინო არა და ნუ ამისთვის არის რაღაც ნიღბები, სხვადასხვა სალონური პროცედურები, რაც ასევე ისეთი პოპულარობით სარგებლობს სალონურ პროცედურებზე თმის ბოტოქსი, კერატინი და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი რუტინაში ჩასვეს ქალებმა და არა მხოლოდ ქალებმა სხვათა შორის, აი ესეთი ტიპის პროცედურები. რაც რეალურად შველის, ანუ ის რომ შესაძლებელია ვთქვათ შენ სალონში მიმართა პროცედურას ახლა ვიზუალური ეფექტისთვის ვთქვათ ეს ვარცხნილობა იქნება თუ გასწორება დახვევა და ასე შემდეგ. აი რა არის პროცედურები, რასაც თქვენ ექიმი დერმატოლოგი მიიჩნევთ მართლა რეალურად გამართლებულად. სანამ ამ პროცედურებამდე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნო, რომ ხშირი სალონში თმის დავარცხნაც აზიანებს თმას და ზოგადად ფენი, აი ეს ვერ დავასრულეთ წეღანეს ბანაობის ციკლი. ბანაობა ვერ დავასრულეთ, ჯერ ვარ ნახსველები ვარ. ანუ გაშრობის პროცესშიც ფენს თუ დაკვირვები ხართ, სამი რეჟიმი აქვს, ხო, ანუ ცივი, შედარებით ესეთი ნელთბილი და ცხელით მეგირჩოთ რომ არ გაიშროთ და არ გაიშროთ ახლოდან თმა. და სალონში რა ხდება, ხო, ანუ სავარცხელს მოყვება ეს ფენი იმისთვის რომ რაღაც კონკრეტული მიმართულება მივცეთ და ან დავტალღოთ, ან კულები გავაკეთოთ. ამიტომ ესეთი ახლო მაღალი ტემპერატურის მოქმედება ამ ცილაზე ჩვენს თმაში შემავალ კერატინზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ამიტომ ხშირი ესეთი აგრესიული დავარცხნა, დავარქვათ, მოდით, არ არის სასურველი. ხშირ სგულისხმობ კვირაში ერთხელ ორჯერ ან კიდევ უფრო ხშირად ყოველდღიურად. ამიტომ ეს ფაზა რო გავითვალისწინოთ, ესე ვთქვათ, გაშრობის, მოვედით თქვენს ახლა ბოლო კითხვამდე, რომ თვითონ პროცედურები მიმართულია აი ამ დაზიანებული ღერის აღდგენისკენ. მე დიდად გამოცდილებას ჩემს თავზე არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, არც ერთის, ამიტომ პირად გამოცდილებას ვერ გაგიზიარებთ, თუმცა კერატინის და ბოტოქსის შორის განსხვავება არის მნიშვნელოვნად ესეთი, რომ კერატინი არის უფრო ღერის გასასწორებლად გამოიყენება და გარკვეულწილად უფრო მეტად დამაზიანებელია ვიდრე ბოტოქსის, თუმცა ბოტოქსი ესეც სიტყვა შეიძლება რაღაც ტოქსინთან ასოცირდებოდეს, თუმცა არაფერი საერთო ბოტულინო ტოქსინთან ამას არ გააჩნია. მარკეტინგულად უბრალოდ კარგად
დაიწყეს? იმიტომ რომ ბოტოქს რაღაც დონეზე შევსების უნარი აქვს, ოღონდ ესეც ცოტა ისე არის, ანუ გაშეშების ჩემი აზრით. თუმცა აი ფილერი ერქვას მე მგონი. უნდა ხო ჯობია რომ ფილერი ერქვას, თუმცა რაღაცა ესე ასოციაცია აქვს, ესეთი ასოციაცია აქვს ხალხს, რომ ანუ ამ შემთხვევაში იყენებენ უფრო თმისთვის საჭირო აი ამ იმ ნივთიერებებს ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, მინერალებს და ვიტამინებსაც, რომ ეს ღერი რაც დაზიანებულია, ის აღადგინონ. კერატინი, აქ უკვე კონკრეტულად კერატინი შედის თმაში და აქ ზუსტად პროცედურები როგორ მიმდინარეობს არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ხდება იმისთვის, რომ ეს კერატინი, ასე ვთქვათ, ჩაჯდეს თმის სტრუქტურაში. შესაბამისად უფრო დამაზიანებაა თუ ორივე შემთხვევაში გაკეთება ღერზე. უფრო გარსის გაკეთება გამოდის კერატინი. ბოტოქსის შემთხვევაში უფრო კი. თუ მაგალითად ორივე შემთხვევაში შეიძლება რომ გამოვიყენოთ, როდესაც თმის ღერი დაზიანებულია, თუმცა გასწორების უნარი აქვს უფრო კერატინს და ეს სხვათა შორის მოდის აფრიკული და ესეთ ბრაზილიური იმისგან, ვისაც ხუჭუჭა თმები აქვთ, ანუ მათ უნდათ რომ ეს თმები გაისწორონ და შესაბამისად მათგან მოდის უფრო ამ კერატინიზაციის კულტურა. იმიტომ რომ მათთვის ძალიან დიდი სირთულეა მიაღწიონ სისწორეს თმის. კი და ხვეული თმა საკმაოდ რთული მოსავლელია. ხვეული თმის მოვლაზეც. კი, გაცილებით ნელა იზრდება, იმიტომ რომ ნუ ხვეულებსაც წარმოქმნის ეს ერთი უფრო მშრალია, კი, უფრო მშრალია და უფრო მტრევადია. და ამ შემთხვევაში კიდე უფრო მნიშვნელობა აქვს დავარცხნის, სწორ დავარცხნის ტექნიკას. ხო, სპეციალური სავარცხლებიც არის, სხვათა შორის მეც ეხლახანს გავიგე, იმიტომ რომ დამჭირდა, ჩემს შვილს აქვს ხვეული თმა. და წამებასთან ასოცირდება მისთვის ეს დავარცხნა თმების და მოკლედ გამოვიკვლიეს ყველა ბრენდი, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხოა და გამოვწერეთ სპეციალური სპრეები, რომელსაც აწერია კიდევაც რომ არის ხვეულისთვის, ესე ვთქვათ, დამარბილებელი კრემები, სპრეები, რომელიც მარტივს ხდის უფრო დავარცხნას და სავარცხლებიც განსხვავებული აქვთ. ხვეული თმისთვის სპეციალურად არის შექმნილი ესენი. ამიტომ კონკრეტულად თქვენთვის ხო რომელი ერგება? ხო, ჩვენ თქვით რომ ხვეული ვისაც აქვს თმა, იმას სულ უნდა რომ გაისწოროს და ვისაც სწორია, იმას სულ უნდა რომ დაიხუროს და არსებობს რაღაც ეს ბიოდახვევებიც, ხო, რომელიც რეალურად ქიმიური ეს ძალიან აზიანებს. კი, ძალიან აზიანებს თმას. იმისთვის რომ თმას ეს სტრუქტურა შევუცვალოთ, უნდა დაურღვიოთ გარსი. ანუ ამ გარსის და თმის გარსი დავარღვიოთ და თუნდაც აი შეღების დროს ამიაკიანი საღებავი რას აკეთებს ეს ამიაკი თვითონ არ ღვევს ამ თმის გარს, რომ პიგმენტი უფრო სიღრმეში შევიდეს. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეთი ის უფრო დიდხანს რჩება თმაში პიგმენტი, მაგრამ მეტად აზიანებს. ამიტომ თუ მით უმეტეს ორსულია ადამიანი და არ არის სასურველი ამიაკის, ანუ ქიმიური, რაც ნაკლებად გამოიყენებთ ქიმიურ საშუალებებს, უკეთესია თმის სტრუქტურისთვის. ნაკლებად დავაზიანებთ. ზიანდება, რომ შემდეგ იმის აღდგენისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა არის. ძალისხმევაც და დრო. იმიტომ რომ ძალიან ნელა გვეზრდება თმა, საშუალოდ 1 წლის განმავლობაში თმა იზრდება 15-20 სანტიმეტრი. საშუალოდ. ყველას ესე აქვს? მეტ ნაკლებად, რა თქმა უნდა. წელიწადში 15-20 სანტიმეტრი. კი, ამიტომ აი ვისაც ძალიან ნელა ეზრდება, იმას რაღაცა პრობლემა არის ეს, ანუ უნდა ამას მიაქციოს ყურადღება? არა, უბრალოდ თუ აქ არ არის ცვენის პრობლემაც, თანდართული და უბრალოდ მანელა იზრდება, ეს არის განპირობებული გენეტიკურად. და შესაბამისად აქ ვერ-ვერევით. რაც არ უნდა ზეთები გამოიყენოთ, რაც არ უნდა რაღაც აღმდგენი პროცედურები, მასაჟები და ასე შემდეგ, ხო, ნუ გასაგებია, ძალიან რთული არის გენეტიკას, რომ წინ დაუდგეთ. მე მინდა ვისაუბროთ და დაუბრუნდეთ ისევ იმას, თუ როგორ არის ნაშენები ჩვენი თმის სტრუქტურა და რა საშუალებით შეგვიძლია რომ აი ამ თმის სტრუქტურის შენებას შინაგანად შევუწყოთ ხელი და განვიხილოთ New Nordic-ის hair volume-ის მაგალითზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინგრედიენტებს შეიცავს და ჩვენ ბიოტინი უკვე ვახსენეთ და კიდევ სხვა ნივთიერებები, რომლითაც შესაძლებელი არის რომ თმის სტრუქტურა მიაღწიოს თქვათ აი იდეალურ შესახედაობას, რაც ადამიანებს უნდათ.
დაახლოებით 95% ჩვენი თმის არის კერატინი. ანუ ეს ცილა და სხვათა შორის მოსახლეობაში ძალიან ესე ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება კალციუმის შესახებაც, რომ თაი კალციუმის კაფსულებს თუ ტაბლეტებს ვიღებ, მაგრამ თმის ცვენა მაინც მაქვს, იმიტომ რომ კალციუმი ძალიან ცოტა რაოდენობით თითქმის ან ძლოვან სისტემაში შედის კალციუმი და არ არის ცილა. შესაბამისად, ჩვენი თმა წარმოიდგენთ როგორც ცილოვანი სტრუქტურა, რომელიც იგივე შენების არის, რაც არის ფრჩხილში და რაც არის კანში. ანუ ეს კერატინი თმას აძლევს სიმტკიცეს და ელასტიურობას და ის თუ როგორი კერატინი გვაქვს ჩვენ, ამას განსაზღვრავს რას ვიღებთ, ხო? ანუ როგორი ცილა ყალიბდება და რა საშენი მასალაც ამ ცილას სჭირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რომელიმე აი ამ პროცესში, ამ ცილის წარმოქმნის პროცესში არის დეფიციტში, რა თქმა უნდა, ეს უკვე არაჯანსაღი თმის არაჯანსაღად გამოიყურება ესეთი თმა, ან გვცვივა უკვე თუ სერიოზული დეფიციტია. და ამის ფორმულაში შედის აი ეგ კერატინი. კი, კერატინი არა. კერატინი საშენი მასალა. ანუ კერატინი რომც წაისვათ, ან რომც დალიოთ პირობითად, ხო? ესე ძალიან ცუდად შეიწოვება. ანუ ჩვენ უკეთესია რომ მას მივაწოდოთ მისთვის საჭირო ნივთიერებები, რომ ააშენოს ეს ცილა. თუნდაც აი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სტრუქტურისთვის არის ელცისტეინი, რაც ასევე შედის ნიუ-ნორდიკის ჰეავოლუმში. ეს არის ის ამინომჟავა, რომლიდანაც უბრალოდ შენდება ეს ცილა, კერატინი. ასევე შედის თუთიაც, ასევე შედის სპილენძიც, ასევე სხვადასხვა ძალიან ბუნებრივი და ჯანსაღი პროდუქტებისგან ესე ვთქვათ, ექსტრაქტები, პროდუქტების ექსტრაქტები, თუნდაც ვაშლია, თუ არ ვცდები ფეტვი, კიდევ ასევე შედის სილიციუმი და სილიციუმი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მინერალია ჩვენი ორგანიზმისთვის, სილამაზის მას ეძახიან, მაქვია, ნივთიერებას. იმიტომ რომ არა მარტო კანს თმას სჭირდება, არამედ კანსაც და ფრჩხილსაც. და ფაქტობრივად ყველა ის საშენი მასალა და ის ნივთიერება, რაც სჭირდება თმას, რომ ეს ცილა კერატინი წარმოქმნას, შედის ნიუ-ნორდიკის ამ ფორმულაში, ჰეავოლუმში. და ბიოტინი კიდე, იცი რა, ძალიან ბევრ რაღაც შამპუნებსაც აწერია ხშირად და რაღაც უკვე ვიცით, რომ ეს ბიოტინის ამბავში კარგია. ეს ყველაფერი მოქმედებს, აი ზუსტად როგორი ცილა წარმოიქმნება, რამდენად ჯანსაღი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ამას უკვე მივყავართ ბზინვარე, ბუნებრივ და ესეთ ჯანსაღ თმამდე. ანუ ეს ასე ვთქვათ, ფოლიკულის დონეზე იწყება ვთქვათ აი ამის გაჯანსაღება, როცა უკვე ვიღებთ ამ დანამატს. სისხლის მიმოქცევის გზით ეს ყველაფერი ხდება უკვე თმის ფოლიკულთან და იქ უკვე შენდება ამ კერატინოციტებში, ანუ ჩვენს კანში არსებულ უჯრედებში ცილა კერატინი. ასე რომ წარმოიდგინოთ, ჩვენი თმა შედგება მკვდარი კერატინოციტებისგან, ანუ ეს გამრავლების პროცესში ეს უჯრედები კარგავენ რაღაც შიდა სტრუქტურებს, ბირთვს და ესე ვთქვათ, გვდებიან და უკვე ეს მკვდარი უჯრედები, რომელშიც დიდი რაოდენობით არის კერატინი, უკვე გადადიან თმის, ესე ვთქვათ, ფოლიკულში და იზრდებიან უკვე იქიდან. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივაწოდოთ ეს და დამერწმუნებით, რომ საკვები დაბალანსებული კვება არავის არ გვაქვს. დღეს ვიზამთ ხო ამას კვებით. ძალიან დიდი დრო ჭირდება დღის განმავლობაში ამ ყველაფერს, რომ აი მართლა საკუთარ თავს დაუთმოთ, თუნდაც იმ ყველა საჭირო პროდუქტი რომ მიირთვათ, რაშიც ესენი შედის, რა თქმა უნდა ყველაზე საუკეთესო გზა ეგ არის, რომ საკვების მხრივ მივიღოთ, რა თქმა უნდა, თუმცა სამწუხაროდ ამას ვერ ვახერხებთ. შესაბამისად, გვიწევს. კიდევ არის აი, იცი რა მაინტერესებს, ეს არის მხოლოდ რომ რაღაცა ჯანსაღი თმა, ეს არ არის ხო რომ მარტო ჯანსაღი ბზინვარე თმა ამოვიდეს რაღაცა პერიოდით, როდესაც ჩვენ ამ დანამატს ვიღებთ და შემდეგ მაგალითად ისევ რაღაცა ძველ არაჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ხო? იმიტომ რომ ზოგადი გაჯანსაღება უნდა მოხდეს ალბათ შიგნიდან, რომ ეს ციკლი ჩადგეს თავის
ანუ მხოლოდ თუნდაც ვიტამინების ასე ვთქვათ იმედად არ უნდა ვიყოთ და ზოგადად ცხოვრების წეს თუნდაც აი სტრესი რაც ვახსენეთ ხო უძილობა შეიძლება ძალიან დიდი გავლენა ქონდეს არა მხოლოდ თმაზე არამედ ზოგადად ორგანიზმზე და ამიტომ ცოტა ისეთია ხოლმე ყველაფერზე მივდივართ ჯანსაღი-კვება, სპორტი, რაღაცა კარგი ძილი, მოწესრიგებული ძილი, მაგრამ რეალურად ყველაფრის სათავე და ეს ეგ არის, ამიტომ. ნამდვილად. და ძალიან კარგია, როცა კარგი ხარისხის დანამატიც გვეხმარება. შემდეგ, იმიტომ რომ Nordics აქვს, რაც რა თქმა უნდა ეს არის სკანდინავიური ხარისხი, შვედურია, კომპანია ძალიან ბევრი წელია უკვე ბაზარზეა და ბევრი ჯილდოს მფლობელიც არის სხვათა შორის. და თვითონ რა ინგრედიენტებსაც იღებს, ეს ყველაფერი არის ნატურალურ გარემოში და ბუნებრივ გარემოში, ასე ვთქვათ, მოკრეფილი ვაშლი ვახსენეთ მაგალითად წეგან, ანუ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ანუ ჩვენ თუ რაღაცის ექსტრაქტი გამოყვავს, რაღაც გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან, ხო? ვერ მივიღებთ შესაბამისად ჯამრთელ საბოლოო პროდუქციის ნივთიერებას. ამიტომ ის რომ ეს ბრენდი სანდოობით გამოირჩევა და მაღალი ხარისხით და რაც მთავარია ზურგს უმაგრებს სამეცნიერო კვლევები და მინდა ვთქვა, რომ ბევრი კომპანია არ აკეთებს კვლევებს, არ აკეთებს იმიტომ, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დიდ დროსთან, რესურსთან და ასე შემდეგ. უბრალოდ ირიდებენ ხოლმე ამას თავიდან, თუმცა ამ კუთხითაც New Nordic-ი გამოირჩევა, რომ მას აქვს ორმაგი ბრმა მეთოდებით ჩატარებული კვლევები, რაც სანდოობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. კი, და ამ კვლევებში პლაცებოსთან შედარებით და ასე შემდეგ. და ამ კვლევებში hair wall-ის შემთხვევაში ძალიან ბევრი ქალი მონაწილეობდა და ხო, მათ ეს ეფექტი ნამდვილად და რა დადებითი შეფასება ჰქონდა თვითონ მომხმარებლების კუთხიდანაც. ესეც მეორე ფაქტორია, შეიძლება ჩვენ ვამტკიცოთ, რომ პროდუქტი ძალიან კარგია, მაგრამ თვითონ მომხმარებლის შეფასება როგორია, ეგეც მნიშვნელოვანია. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 87% ძალიან დადებითად აფასებდა თმის ხარისხი გაუმჯობესდა, გაიზარდა ბზინვარება, ცვენა შეჩერდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია თმის ფოლიკულები გავამრავლოთ. ჩვენ ანუ ვიბადებით კონკრეტული რაოდენობის ფოლიკულებით, ამას ვერ ვამრავლებთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ ის ღერი, რომელიც ამ ფოლიკულში იზრდება, იყოს უფრო მსხვილი და ესე ვთქვათ, ჯამრთელი. შეგვიძლია გავაკეთოთ. კი ბატონო, მოდით დაუბრუნდეთ ისევ აი თმის ცვენას მაგალითად და რაღაც დაავადებების კუთხითაც მივცეთ მინიშნებები ჩვენს მაყურებლებს. აი შეიძლება თუ არა რომ ეს იყოს გარკვეული სერიოზული დაავადების ან რაღაცა მდგომარეობის ერთ-ერთი გამოხატულება. კი, ძალიან რთულია ზოგადად თმის ცვენის კლასიფიკაცია და ბევრნაირი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველაზე კი მარტივი შეიძლება ითქვას და უფრო ხშირად გამოყენებადი არის, როცა ორ ჯგუფად ყოფთ თმის ცვენას. ეს არის არანაწიბუროვანი თმის ცვენა და მეორე შემთხვევაში ნაწიბუროვანი თმის ცვენა. ანუ რაც წეღანაც ვახსენეთ, აი ფოლიკულიტის შემთხვევაში, როდესაც თმის ცვენა გამოწვეულია რაღაცა სერიოზული დაავადების გამო, რომელიც აზიანებს თმის ფოლიკულს ისე, რომ ფაქტობრივად ეს პროცესი შეუქცევადი ხდება და იმ ფოლიკულის ადგილას ვითარდება ნაწიბური. ანუ მაგალითად ლიქენი, მაგალითად წითელი მგლურა, მაგალითად იგივე ფოლიკულიტი არსებობს თავისთმიანი მიკოზების, ანუ სოკოების რთული ფორმები, როდესაც ეს ჩირქოვანი პროცესები მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში უფრო ეს შეუქცევადი პროცესია და მივყავართ ნაწიბურისკენ. არანაწიბურია მაგალითად სტრესით გამოწვეული, მაგალითად ანდროგენული ალოპეცია, მაგალითად ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც აუტოიმუნური დაავადება, თუნდაც მექანიკური ტრაქციული ალოპეციები, ესეც სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, ალბათ ვფიქრობ ჩვენი მაყურებლებისთვის. ტრაქციული ალოპეცია არის ერთ-ერთი ფორმა ცვენის, როდესაც მექანიკური ან თუნდაც ქაჩვის გამო ვითარდება უკვე ცვენა და შეგინიშნა, კი, როდესაც გადაწეულ თმებს აატარებენ და ძალიან გაჭიმული აქვს თმის ღერი, კი.
ძირითადად წინა ნაწილში ვითარდება თმის ცვენა. ასევე არსებობს ესეთი ცოტა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან და ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული ტრიქოტილომანია, როდესაც ხელით იგლიჯავენ, კი. თმის ღერს. ამ შემთხვევაშიც თმა შეკცევადი, ანუ ამოვა. ეს პროცესი შეკცევადია და თმა ამოვა, თუმცა ხო, გაჩნია ხშირი დაზიანების შემთხვევაში შეიძლება უკვე გარკვეული დროის მერე ესეც ვინც ხშირად იღებავს თმას, მას შეუძლია თმის დაიზიანოს, ასე ვთქვათ, ეს ფოლიკული, ან ისე დაიზიანოს, თქვა, მისთან გაღიავებით აკეთებს ამას, რომ რაღაცა შეუქცევადი გახდეს ეს პროცესი. ამ შემთხვევაში უფრო ზიანდება ხოლმე თმის ღერის სტრუქტურა, ვიდრე თმის ფოლიკული. კი, თუ რა თქმა უნდა, თუ ძლიერი დამწრობა არ მოხდა, ანუ ამ საშუალებებისგან, ქიმიური საღებავებისგან, ანუ სკალპი თუ არ დავაზიანეთ. როდესაც სკალპი ჯამრთელია, არ არის ანთებადი, აქვს შესაბამისი კვება, მაგ შემთხვევაში თმაც, რა თქმა უნდა, იზრდება უფრო ჯანსაღი. და ცვენას შეღებასთან ერთად ღერი ზიანდება და უფრო თხელდება, მსხრევადი ხდება და შრება. შესაბამისად, უფრო უსიცოცხლოდ გამოიყურება. ასაკთან ერთად ისედაც თმის ფოლიკული ვიწროვდება და ფაქტობრივად აი უკვე მოხუცებულობის ასაკში, ღრმა მოხუცებულობაში თითქმის იგივეა, რაც ჩვილ ბავშვს აქვს. ანუ იმდენად თხელდება თვითონ ღერი. თუმცა შეიძლება გაიხსენოთ მაგალითები, რომ აი ბებიაჩემს ისეთი სქელი და ისეთი თმა ქონდა, რომ არსებობენ რა თქმა უნდა. და ესეც ალბათ გენეტიკაზე არის, ხო, დამოკიდებული. ჩვენ კი ვთქვით, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ იმდენი ვიშრომოთ მთელი დღის და ყოველ დღე განმავლობაში, რომ აი ამ საკვებით ვუზრუნველყოთ, მაგრამ მაინც მოდით ვთქვათ, რა არის ის საკვები, რაც ჯანმრთელი თმისთვის ძალიანაც კარგი იქნებოდა, რომ ყოველდღიურ რაციონში გქონდეს. თუნდაც იმიტომ, რომ საშენი მასალა მთავარი ცილაა, ანუ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ცილოვან საკვებს. მაგალითად, ორაგული, მაგალითად კვერცხის გული, მაგალითად შეგვიძლია მივერთვათ ბურღულეული, ბოსტნეულიც, რადგან მასში უფრო ხილი, რა თქმა უნდა, რაშიც შედის ეს ძირითადი ვიტამინები. და რაც მთავარია D ვიტამინი კიდე. და მოგეხსენებათ, რომ ძირითადად დღესდღეობით დიდ ნაწილს უფრო დღის განმავლობაში ვატარებთ შენობაში, ამიტომ ფაქტობრივად ყოველმეორეს D ვიტამინის დეფიციტი. კი, აღინიშნება. მე მგონი ეს მთელი მსოფლიოს D ვიტამინის პანდემიასაც ეძახიან. კი, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თმა იყოს ხო არ დაცვიდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფაქტორი გამოწვევი მიზეზი D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება. და რადგან ჩვენ და თქვენ აღნიშნეთ არაერთხელ რომ ეს თმა, კანი, ფრჩხილი რაღაცნაირად მაინც ერთი სტრუქტურაა, არსებობს ეს სილამაზის კაფსულებიც, ძალიან მომსაყვარელი. მართლა ხო? აი რატო გიყვართ ვიადერმი თქვენი გამოცდილებით რო გითხრათ? ვიადერმი არის პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი და ზოგადად ეს ნუტრიკოსმეტიკა ხო ანუ ვერ უწოდებ საკვებდანამაც. იმიტომ რომ უფრო მეტია რეალურად ვიდრე საკვები დანამატი. ერთდროულად კანზეც და ფრჩხილზეც და რა თქმა უნდა თმაზეც მოქმედებს და ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება შედის შიგნით, ეს არის ფურისულაზეთი, რომელიც არის ფიტოესტროგენი, ანუ ჩვენთვის ბუნებრივი ესტროგენის, ისე ვთქვათ, წყარო შეიძლება იყოს ფურისულაზეთი და თმისთვის და განსაკუთრებით კანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, თითქმის იგივე სხვათა შორის ნივთიერებები შედის, რაც New Nordic-ის ჰიავოლუმში, იგივე სილიციუმი, იგივე თუთია, სპილენძი, ამიტომ გარკვეულწილად ორივე შემთხვევაში მე ჰიავოლუმს არ დავარქვევდი, მარტო ჰიავოლუმს კანზეც იმოქმედებს, დარწმუნებული ვარ და ფრჩხილზეც. და სხვათა შორის ის კვლევა რაც წეღან ვახსენეთ, იქ იყო ერთ-ერთი შედეგებში, ერთ-ერთი ის რომ ვინც იღებდა ჰიავოლუმს, მათ აღნიშნეს ფრჩხილის გაჯანსაღებაც და კანის კუთხითაც გაჯანსაღება, ამიტომ კარგი, ზოგადად მინდა რეკომენდაცია მივცეთ, ახლა რადგან ორი განსხვავებული რამ განვიხილეთ, ხო, ეს არის რაღაც ან ერთი უნდა ამოირჩიოს ადამიანმა, ან მეორე და საერთოდ
როგორი უნდა იყოს აი ამ დანამატების მიღების კულტურა, ვისაც აქვს თქვათ ეს გეგმაში, ხო? რაღაცა სეზონურად, თავისთავად ცხადია, რომ ასე ვთქვათ, ექიმთან, დერმატოლოგთან კონსულტაცია ეს გარდაუვალია და ძალიან აუცილებელია თუ ვთქვათ, გარკვეული ვიტამინების ან მიკრო-მაკროელემენტების ნაკლებობაა და რაღაცა სხვა ტიპის დახმარებაც სჭირდება, ხო, ადამიანს, რომ ეს პრობლემა მოიგვაროს. აი, როგორი უნდა იყოს მიღების კულტურა რა ამისი და წესები. თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს პაციენტს უფრო სწორად არ აქვს ძლიერით მისცვენა, რისი მიზეზების განსხვავებულია და ამებზე ვისაუბრეთ და ჩვენ გვაქვს ესეთი ხელსაწყო ტრიქოსკოპი, რომლითაც სკალპის დათვალიერებას ვაკეთებ და შესაბამისად ვადგენთ რა ტიპის მისცვენა და თუ კონკრეტული დაავადება არ აღენიშნება პაციენტს და ზოგადად უნდა რომ ესე ვთქვათ გააჯანსაღოს უფრო მეტად თავისი თმა, ამ შემთხვევაში ალბათ მე მაინც ურჩევდი რომ იმ პერიოდებში, რაც ვთქვით, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ამ დროს უფრო მიახმაროს ეს საკვები დანამატები კანს, თმას და ფრჩხილებს. ზოგადად კურსი 1 ან 2 თვეა, გააჩნია რისთვის ვიღებთ. თუ მაგალითად სამკურნალოდ გვინდა რომ მივიღოთ, მაშინ აი ვიადერმის შემთხვევაში მაგალითად 2 კაფსულა არის. თუ საპრევენციო და უბრალოდ რაღაც დამხმარეთ გვინდა რომ მივიღოთ, მაშინ 1 კაფსულაც საკმარისია. ანუ ესე შეიძლება ვერ გადაწყვიტოს პაციენტმა, როგორი კურსი ჯობია, რომელი, თუმცა აი უსაფრთხოდ რომ ვიყოთ, 1-2 თვის განმავლობაში შეუძლია 2 ტაბლეტი, 2 კაფსულა მიიღოს დღის განმავლობაში. გასაგებია, ბოლოს აუცილებლად მინდა დაუბრუნდე შამპუნებს, ბალზამებს, კონდიციონერებს, ნიღბებს. მოკლედ, იმდენი რამე არის, აი მე მიყვარს ძალიან აფთიაქში შოპინგი და აი რო შევდივარ, მოკლედ ძალიან დიდი არჩევანია. მაინც რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როცა თმის მოვლაზე არის საუბარი და რადგან არაერთხელ ვახსენეთ აი ჩემზე პატარა გოგოები, ჯენზი თაობის წარმომადგენლები და ის TikTok-ის ტრენდები და ასე შემდეგ, აი მათაც რას ურჩევთ, რომ აი რას მოერიდონ ძალიან რა არის ის რაც უნდა ვიცოდეთ აი მინიმუმი რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ რა თმის მოვლის დროს საშუალებების კუთხით მინიმუმი ალბათ უნდა გავაკეთოთ ის რომ უბრალოდ შევარჩიოთ ჩვენთვის ჩვენი კანის სკალპის ტიპის მიხედვით სასურველი შამპუნი მშრალი იქნება ეს თუ ცხიმიანი თუ დაჭიმული თუ მგრძნობიარე კანისთვის ამის მიხედვით და რა თქმა უნდა შამპუნიც უნდა შევარჩიოთ კარგი ბრენდებისგან ბრენდებიდან რომელიც არის დერმატოლოგიური ან დერმოესთეტიური რაღაც ანუ უნდა იყოს ისეთი გამოცდილი ბრენდების რომლებიც ატარებენ კვლევებს რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ თვითონ პროდუქტის ხარისხს ხო აი წარმოიდგინეთ რამდენი შამპუნი დაიტანება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს თავზე და ნუ მთელ სხეულზე ასე ვთქვათ რამდენი ნივთიერება და პროდუქტი შეიწავება ამიტომ სულფატო რა თქმა უნდა პარაბენების გარეშე ანუ ეს ყველაფერი ყველამ კარგად იცის რეალურად პარფიუმების გარეშე ხარისხიანი პროდუქტი და ბევრია ესეთი მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენი ბაზარი ბიუჯეტურიც არის კი ვერ ვიტყვი რომ ნაკლებობას განვიცდით ხარისხიანი პროდუქტის და პროდუქტების მაგრამ ნუ ხო მაინც უნდა მოგვიხდეს შამპუნი მოდი ასე ვთქვათ შეიძლება მე და თქვენ ერთნაირი ტიპის თმა გქონდეს თუნდაც ცხიმიანი მაგრამ მე რაღაც სხვა მომიხდეს თქვენ სხვა მოხდენაში იგულისხმება ის რომ აი თმა არ დააგდოს მაგალითად და უფრო რაღაცა მოცულობაც მისცეს ბზინვარება მისცეს არ გამოაშროს პროდუქტზე ჩვევა თმა და მე აღარ აქვს ეფექტი ამბობენ არა ხო მე ჩემს გარშემო თითქმის ყველა მაინც რაღაც პერიოდულობით ცვლის. მე მიცდია სხვათა შორის, აი ალბათ შეიძლება 15 წელია ერთი და იგივე.
შამპუნს და ვიყენებ. კარგად მუშაობს. მე მომწონს, მაგმა ყოფილებს შესაბამისად, ცადე სხვა ისინიც ზოგმა ქერტლი გამიჩინა მიუხედავად იმისა, რომ იყო ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნიც, რომელიც ვცადე და მანაც ან უნდა მოგიხდეს ალბათ შამპუნი და რაღაცა ძიების პროცესში საბოლოოდ მიაგნებ იმას, რომელიც შენი სკალპისთვის და თმისთვის არის კარგი. ეს მარკეტინგიც და მრავალფეროვნებაც ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ალბათ. და გადავიდეთ იმაზე, რაც არ უნდა გავაკეთოთ. რაც არ უნდა გავაკეთოთ. პატარა გოგოებს, რომლებიც გვიყურებენ, არ უნდა გავაკეთოთ ზედმეტი. არ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არ გვჭირდება, იმიტომ რომ რაღაც მოდაში არ გვჭირდება ყოველდღიური ნიღბები, არ გვჭირდება ყოველდღიური სკრაბები და ზედმეტი გაღიზიანებები და ზედმეტი პროდუქტები კანზე. კანს აქვს ძალიან რთული და ესეთი მტკიცე ბარიერი. ყველა პროდუქტს პრინციპში რომელსაც მასზე დავიტანთ არ იწოვებ და არც უნდა შეიწოვოს. თუ ყველაფერი შევიწოვოთ, რასაც ვეხებით, ხო, მაშინ გამოვა, რომ ის გამტარიანობა ექნება ძალიან მაღალი და ყველაფერი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. ანუ კანის აქვს დამცველობითი ფუნქცია და ის გარკვეულწილად გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ, უბრალოდ შიგნით დასულები, ესე რომ ვთქვათ. იცი რა მაინტერესებს? კონდიციონერს და ბალზამს შორის ჯერ ერთი რა სხვაობა? კონდიციონერს და ბალზამს შორის, კონდიციონერი მე მგონი უფრო მოცულობას აძლევს, როგორც ვიცი, ბალზამი უფრო არბილებს თმას. ბალზამს აქვს უფრო ცხიმიანი ტექსტურა, ვიდრე კონდიციონერს. აგაც აღნიშნავ, რომ სასურველია, რომ ბოლოებზე წავისვათ და არა თმის ძირებზე. წარმოდგენა მაქვს, რომ ბევრი თმა ჩამოდის მერე. თუ ეს იმიტომ რომ რბილდება და იმიტომ რომ ისედაც იყო ის თმა დაცვენილი, უბრალოდ გაჭედილი იყო სადღაც შესაბამისად ეს რო დარბილდა, ხო უბრალოდ მოყვება. სკალპზე არ არის სასურველი, რომ წავისვათ. კი. და ცხიმიანი ტექსტურა აქვს და ჩავთვალოთ, რომ თავიდან გავიცხიმიანეთ. კი, და თან დააგდებს თმის იმას მოცულობაში. როგორც იცით, გვანცას პოდკასტის მეგობარი გახლავთ კომპანია დეკლარი და ვისაც მხოლოდ ცნობიერი კანი გაქვთ გეცოდინებათ ამ ბრენდის შესახებ, რომელიც შეიქმნა 70 წლის წინ შვეიცარიაში და უკვე დადასტურებულია კვლევებით, რომ ერთთვიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ დეკლარის პროდუქტების კანზე 70%-ით მცირდება მგრძნობელობა და ეს მგრძნობელობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. ცივი თუ ცხელი ამინდით, მზის ზემოქმედებით, რა თქმა უნდა, ხისტი წყლით და სხვადასხვა გარემო ფაქტორების ცვლილებით. ძალიან მიხარია, რომ დეკლარი ჩვენს გვერდით არის, იმიტომ რომ ამ ბრენდს ძალიან კარგი ფილოსოფია აქვს, რომელსაც მეც ვეთანხმები, რომ სილამაზე იწყება სწორედ იქ, საიდანაც კანი თავს კარგად გრძნობს და ამ ბრენდის მიხედვით ეს არის დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, კანის მოვლა საკუთარი თავის მიმართ, პატივისცემა და ზრუნვა, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის დეკლარის შესახებ, რომ ეს ბრენდი სწორედ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შექმნა ხაზი მგრძნობიარე კანისთვის. გვანცას პოდკასტის წარმდგენია სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic, რომელიც უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე გახლავთ ლიდერი და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატებით. საერთოდ სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ ყურადღებას აქცევენ ასეთი ტიპის პროდუქციის წარმოებას. ეს არის 100%-ით ნატურალური დანამატები, ბუნებიდან მოპოვებული ინგრედიენტებით და ფილოსოფია Beauty in and out, რომელიც გულისხმობს სილამაზეს შიგნიდან, არის სწორედ ამ ბრენდის მთავარი ხაზი და საქართველოში წარმოდგენილია უკვე New Nordic-ის ყველა ბესტსელერი პროდუქტი, რომელიც თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებთ ქალებს, არა მხოლოდ ქალებს. ეს გახლავთ Apple Cider-ი წონის კორექციის ხელშეწყობისთვის, ეს გახლავთ სუკარინი ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად, Hair Volume, რომელიც ჯანსაღი ჯანმრთელი თმისთვის არის და თმის ზრდის ხელშეწყობისთვის გახლავთ და New Nordic-ის პროდუქცია შეგიძლიათ და New Nordic-ის პროდუქცია წარმოდგენილია GPC-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს მოვუწოდებ, რომ დაგვიწერეთ კომენტარები, როგორ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი, ან რას ისურვებდით, თუ მოგწონთ ესეთი თემები, გოგოებო, ბიჭებო, არ ვიცი. იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი პოდკასტების ისტორიაში თავის მოვლის შესახებ აი ამ აქტუალური თემა. რჩევებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან აქტუალური თემაა და მიხარია რომ ასეთი სტუმარი ყავს, რომელმაც ესეთი ძალიან პროფესიონალური ინფორმაცია გაგვიზიარა და არ დაგავიწყდეთ თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი გვანცეს პოდკასტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, შეგიძლიათ ზარისღილაკიც მონიშნოთ, რომ არ გამოგჩნდეთ ყოველი მომდევნო ვიდეო ან ახალი ეპიზოდი. ჩემს სტუმარს ძალიან დიდი მადლობა. თქვენ. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.